სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ასპე. კარგი რა, ადექი რა მომეხმარე რა. მე უნდა ვათრიო აქეთ იქით ეს მასალები. აუ, აი გეხვეწები ზვიად რა, წუხანდელი უძილო ვარ. ბიჭო, კარგი რა. ვინ არ გამოუგდიათ ბიჭო სახლიდან, ჰა? პაპა ჩემი თოვლში მაგდებდა ხოლმე ფეხში შველს. შენ კიდე ერთი შეყვარებულთან ჭუბი ვერ აგიტანია. აბა კობამ რაღა თქვას, მარიმ რო. კარგი ბიჭო. ხო და დაიკიდე. ადექი ეხლა თან მშია რა. ზვიად, ლუკმა არ გადამივა რა. შენ სტარიელას თავით მოგდის რა. მე გავთანდილია. მემხის ყაოსანზე კი არ გეუბნები. ჩემ მეზობელ ტარიელაზე ვარ. მაგასაც ყავდა შეყვარებული, ესე დადიოდნენ ხელი-ხელ ჩაკიდებული. აქეთ იქით და ერთხელაც ეს გოგო აღარ გამოვიდა გარეთ, სანახავად. მერე? რა მერე? ჩაწვა ეს ტარიელა და ველოდებოდა ღმერთს. რას მეუბნები რომ მე ჩავწვე ხა ლოგინში? არა. როგორც ტარიელასთან მივიდა თავის მეგობარი დათო, ისე მოვედი ახლა მე შენთან, რომ გამოგაფხიზლო. მე რაო მერე დათო. რაო და მაგოგოს ტენკა უნდაო. ლოგინი უნდაო. შობლები ტვინს უჭამენო. შენ კიდე დადიხარ აქეთ და დაყიალობ აქეთ იქით და არაფერს აკეთებ. რა ლოგინი? ლოგინი რა, ისა. რა ისა? ისა რა. აუ, დამღალე ზვიად რა. მაგრა დამღალე რა. გოგო მეუბნება რომ პლასტიკური ოპერაცია გამიკეთო და შენ მეუბნები რომ სტეიკი და ლოგინი შემოვირიგო? აუ, შე ვერაფერს ვერ გაგაგებინებს კაცი რა და ადექი მაინც მომეხმარე რა. მე დავბერდი თუ შენ გადახვედი მაღალ სართულზე. ამასულიყავი ლიფტი. არ მქონდა ხუთეთრიანი. ჩემთან შედი ტანსაცმელებს მოვაგებ. ისედაც რა არის ამ ხურდების ყრა 21 საუკუნეა. გადაიხადე რა თვეში ერთხელ და არ დანევროზდები არ ჯობია? რა ვიცი რა გითხრა, მე გადავდივარ და აღარ მეხება უკვე. გადადიხარ ან ხო всё. როგორც კი გავყიდი და გადაუფერმა ფეგრავე გადავალთ. ის კაციც მაცდის. და გააქვს რამე ვარიანტები? აი რუსამ დამერეკა დღეს. რაღაც ბინა ვნახეო და წავალთ საღამოს. რა ვიცი, აქამდე რაც ვნახეთ, არც ერთი არ მოგვეწონა მე და ელენეს. შენ და ელენე გასაგებია, მაგრამ დედა შენს რო გამოიყვან და სხვაგან რო უნდა წაიყვანო, რა უნდა ქნა? ვიცი, ბოლოს მომიწევს თქმა, მაგრამ წელა არ შეიძლება ჯერ ნერვიულობა. მესმის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაინც შენი სათქმელია და არ ჯობია უთხრა და მოიშორო ეგ ტვირთი? მართალი ხარ. ჩემი გოგო სად არის? ვინ? ელენე, ვინ? სკოლაშია. არიცი ინგლისურიდან და გამომეყვანა. ინგლისურის მასწავლებელი მომადგა სახლში და უფასოდ მომამზადება. და მე მაგას რა ჯობია? ხო, მაგრამ მერიდება. ხო, არაფრენ, რა გერიდება? არ გაგიგია, გეძლება და შეირგეო. ეგ შენ მოიფიქრე, ხო? რა მნიშვნელობა ვინ მოიფიქრა? გეძლება და შეირგე. აი, კაი, წამო ეხლა სიყავას დაგალევინებ და შეირგე. წამო. ვუალა. ესეც ჩემს პრინცესებს. პრინცესებს? რა პრინცესებს? მგონია რომ გოგოა. დარწმუნებული ხარ? თუ იცი რამე და მე არ ვიცი.
მამის სინათლეს. მე გდედებზე ვიცოდი გიორგი. შენ არ იცი მამის რა ძლიერია. აი ნახოთ. მოითმინე ცოტა. რაღაცა წაი გემს. ეს დაწულა. აუ ის რა მალე გავიდა ერთი კვირა რა. როგორ არ მინდა წელს ყოველ წარმოიდგინე. ხო, მაგრამ სამსახურია რას. ამა დღეს მაინც წავიდეთ სადმე რას. კი ის. სადმე დე. ეგამ დაგპატიჟე თავისთან. სამწახო წავიდეთ. დავედეთ სანამ აქ ავნახოთ. გიორგი ოქროსი ხარ. მე ჩემი ცოლი უნდა ნახო. ფლად ხარჩო და ღომი ვერ მოგიტან. ნუნუ არაფერი არ ამოალაგო რა გეხვეწები რა. ძალიან გემრიელი საჭმელია. კარგი რა გუშინაც ხო გითხარე. გემრიელი და დიეტური არ გამიგია მე. წვენც არ გინდა? არ მინდა არაფერი არ მინდა დაჭიკიკა. კაი მითხარი ხა შე როგორ გივლიან აქ? რამდენ ხანში ერთხელ გიდგამენ წვეთოვანს? ნუ გაქვს შენ ეს კონტროლის მანია. შვენივრად მივლიან. მარტო შენი შვილი ხუჯერ შემოდის დღეში. უფ გაგიკვირდეს ახლა. ხოიც როგორ უყვარხარ? ვიცი. ეთო და ეს რეზიდენტები შემყავს? კი ვიღაცები შემოდიან და რეზიდენტები არიან თუ არა არ ვიცი. ერთი მაღალი ლამაზი გოგო ლიზი თუ ლიზა. კი ლიზა კი. რა რიო? ეთო შენ ხო კარგად გახსოვს ნიკას მამაჩემი როგორ უყვარდა? ო აბა. მაგის ნაჩუქარსაც ძილშიც არ იხსნიდა. ეხლა კიდე იმ დროს შევხედე და რაღაცა ახალი საათი უკეთია, მეგობარმა მაჩუქაო. მერე შენ გონია რა? არა, კი არ მგონია. ზუსტად ვიცი რომ ვიღაცას ეპრანჭება და მეჭვი მაქვს რომ ეს ლიზაა. მართლა? და შენ მოგწონს? კაი გოგოა. მართლა? ნეტა რამე გამოუვიდოდეს ამბიც რა. იცი რა, ეხლა რომ ლაპარაკობდი, გამახსენდა უცებ ამას წინათ. ეგ ლიზა ისეთი გამწყინებული თვალებით უყურებდა ნიკას. მე მეგონა რომ სწავლის სურვილი კლავდა და თუმე რა შეგვიფილა საქმე. ნეტა დედა ვინ ყავს მამა, რას წარმოადგენენ. კაი, აცადე ეხლა ამ ახალგაზრდებს, ამ შენი გამორკვევებით რამე არ გააფუჭო. თუ რა უნდა გავაფუჭო, კაცო პირიქით ხელ შეუწყობს. კაი გოგოა. ბადრი საითა? ბადრი გეძებენ! არამრიამებს ახლა. გეძებენ რა. გამარჯობა. გაგიმარჯოს. თქვენი შეკვეთა ხომ ჩაგაბარეთ? რამე პრობლემაა? პრობლემაო? რომელი პრობლემა? ეს რა დღეში ჩავყარა რა? რა ხდება? როგორ რა ხდება? აზრს და ვერ მოვსულვარ. რა ხდება? რა დაემართა კარადებს? ეგ თქვენი კარადები თითქმის დაიშალა. ეხლა ხის მასალაზე უკვე ეჭვმებარება რომ ნორმალური იყოს. აი მექანიზმებზე კი საერთოდ არ მინდა საუბარი რა. ზოგი ცვივა, ზოგი ვარდება, ზოგი იშლება, ზოგი ისეა მიმაგრებული რომ ვერ გახსნის, ზოგიც არ იხურება. დარწმუნებული ვარ რამე შეცდომა იქნება. ო, შეცდომა რა თქმა უნდა არის. არის შეცდომა რომ თქვენთან მოვედი და გენდეთ. შეცდომა ჩემთან არის. გამოუსწორებელი პრობლემა არ არსებობს, ბატონო. აი კარადები. დილას უნდა წაეღოთ. ეხლა პრობლემას როგორ გამოასწორებ ერთი გამაგებინე. მოკლედ. ხვალე თანხას აბრუნებთ და უმატებთ მოცდენის ჯარიმას. არის ზავდა? გიჩვენე. ანაზღაურება ჯერ არ მიგვიღია, რაც მივიღეთ, იმით მასალა ვიყიდეთ და ის ფული საიდან მოგიტანა. აი მაგაზე. ცოტა ადრე უნდა გეფიქრა რა. სანამ იმ ნაგავს გააკეთებ. კანალიზაციის სისტემა გამართულია.
კი მთელ კორპუსში გაიყვანეს 2 წლის წინ და ძალიან კარგად მუშაობს. არც უნირდება ბინაში და არაფერი. ჭერის სიმაღლე მომწონს და ფანჯრები რამდენად ატარებს ხმაურს მაინც კუთხის ბინა. იცით რა არის, არანაირად არ ატარებს, თავისი ჩამხშობის სისტემა აქვს. და ნესტი ზამთარში რამდენად არის ან სიცივე? იცით რა შეასაქმე, კუთხის ბინაა და გათბობას თუ არ ჩართავთ, ყველა შემთხვევაში ეციება. მაგრამ ნესტს არ იყიდებს. ამიტომ ყველაფერი წესრიგშია, მარტო სამზარეულო გექნებათ ჩასაშენებელი. ეგ არ არის პრობლემა. ელე, მოგწონსდე? რა გინდა რომ თქვა? არ მოგწონს. ისე რა. არადა ისე რამდე პროგრესი გვაქვს. ფასი ბოლო. ერთი წუთით შეიძლება ცალკე დავილაპარაკო. კი. მარიამ, დარწმუნებული ხარო გინდა ეს ბინა? კი, ძალიან მომწონს. ერთი წუთით. ნუ ხარა ესეთი მოწყენილი. ოდედა ჩემ საკუთარ ოთახს და სახლს კარგავდა, როგორ არ უნდა ვიყო მოწყენილი? არ მოგეწონა ეს სახლი? ჩემსაც არაფერი არ ჯობია. ესეც შენი იქნებოდე. მე და რუსო შევთანხმდით, რუსოს ხათრით დავაკლებ, დროსაც დაგაცდით, სანამ თქვენი ბინა გაიყიდება. მოკლედ თავდებში ყავარ რა. მე უღრმესი დაიწყო. მე განცხადებებს ავიღებ და დაგელოდებით. ძალიან გამახარებთ. და მე რუსა უნდა გითხრა უღრმესი მატლ. კაი. ძალიან მოგეწონება და დამიჯერა. ზვიად. გახსენი ვსვამთ. სიამონებით, მაგრამ უფროსი მიშლის დალევას. კარგი, ხა, კარგი. დილით თავს იკლავდი და ეხლა რაღა მოხდა, ჰა? ეს ნახე. მე რა მაგარია. ნამდვილია? არა. საბავშვო მენიუში ამომივიდა. მართლა? რა მართლა ბიჭო? ლაკოს უყიდე, ბრილიანტია. ხელი უნდა თხოვო? ხო, რა ეხა შენ რომ მელაპარაკე, მე დავფიქრდი და მართალი იყავი ძმაო რა. მე? ეხა წარმოიდგინე, გოგოს თავმოყარეობაზე მოქმედებს რა. რაღაცას ვეწუწურაქები ძმაო და ეთყობა იფიქრა რომ სერიოზულად არ აღვიქოვდი რა და მაგიტო ახტა დახტა რა. და მე ესე 2 დღეში ცოლად მოყვანა. ხო, მაგრამ შენ არ მირჩიე დილით? და ის არ დავაყოლე რომ